ქეთი მაჭავარიანი კინორეჟისორი. ბოლო დროს უყურე პოლ ვიკელის ფილმი ქალები. ძალიან საინტერესო ფილმი არის. სამწუხაროდ არ დევს ესე ინტერნეტში ტორენტებზე მოვძებნე და რეკომენდაცია გამიწიეს და მე თვითონაც მოვძებნე და უყურე და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის როგორც კინორეჟისორისთვის. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა უყურო, ყველანაირ ფილმს უნდა უყურო. ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბევრს უყუროს და მე შენთვის ყველა ფილმი, ნებისმიერი კადრი თუ რაღაცა დიალოგი შეიძლება ინსპირაციის წყარო იყოს და ყველაზე კარგი მასწავლებელი მაინც ჩემთვის ბევრი ფილმების ნახვა. სამწუხაროდ იმდენს, რამდენსაც ადრე ვკითხულობდი, ვეღარ ვკითხულობდი. შუალედები ადრე არ იყო შუალედი, ერთ რო წავიკითხავდი, მე ვაბავდი და შეიძლება ისეთ ჟღერდეს ახლა რაც ფილმმა გამიწია რეკომენდაცია, რაც სერიალი ვნახე, სექსის ოსტატები, რომელიც სექსის შემსწავლელებზე იყო და მაიერის წიგნი არის ბიოგრაფიული სექსის ოსტატები და ეს წავიკითხე ბოლოს ისიც ტექნოლოგია ხო როგორ კითხულობ, ქაღალდით კითხულობ თუ Kindle-ით და ეს იყო ისეთ შემთხვევა, როცა წიგნი ვერ ჩავიგდი ხელში და Kindle-ით წავიკითხე. ძალიან საინტერესო იყო, როგორ მოხდა მე ეკრანიზაცია ამ სერიალის, ჩემთვის ეს ძალიან კარგი ესეთი ნიმუში იყო. ბევრი ეკრანიზაცია მინახავს და ძალიან ბევრი მიყვარს, ზოგი არ მომწონს, წიგნი უფრო კარგია, ზოგი ფილმი უფრო კარგი არის. მაქვს რამდენიმე ესეთი ფავორიტი ფილმი, ესეც ერთ-ერთი ესეთი საინტერესო ვერსია იყო. ეხლა ძალიან რთული არის, რომ ვიღაცას ურჩიო, რას მოусმინო. მე რას უსმენ, შემიძლია ის თქვა, რომ ბევრს უსმენ, ძირითადად როკს უსმენ, ან ალტერნატიულ მუსიკას უსმენ და რა ვიცი, მე ეხლა ხვალ ზეგ მივდივარ ნიკ კეივის ფილმის სანახავად, მისი ბოლო ალბომის და რა ვიცი, მე მიყვარს მისი მოსმენა და სხვებსაც ურჩევ, რომ მოусმინო. ჩემთვის ჩემი საყვარელი ქალაქი არის, სადაც თბილისის მერე ყველაზე მეტი დრო გამიტარებია რომი. და ყველას ურჩევ, რომ რომში მოხდეს, ყველა გზა რომში მიდის. აი წინაზე რო ვთქვი, რომ თქვათ ნიკ კეივის მოусმინეთ მეთქი, ნიკ კეივის კონცერტზე გადავიხდიდი, დეპეშ მოუდის, თქვათ. რო იყვნენ, თქვათ, ხო იყვნენ ესეთი კლასიკოსი მუსიკოსები სიტყვაზე და ატარებდნენ კონცერტებს, კონცერტი რო ცოცხალი იყოს. თბილისში ძირითადად ვერთობი ჩემ მეგობრებთან ერთად. სამწუხაროდ არ არის ბევრი გასართობი ადგილები, ასე რომ ვთქვათ, რომ ვერთობი, ანუ რა არის არის რაღაცა კაფეები, არ არის ბევრი მწვანე წერტილი, ვთქვათ, სიტყვაზე რო იყო პრაღაში ესეთ მაგალითია, ხშირად მიწევდა ხოლმე სამსახურის გამო ფილმებს იქ ვაკეთებდით, ძალიან ბევრი მწვანე წერტილები იყო, პარკები, სადაც შეგეძლო უბრალოდ წასულიყავი, მწვანე ბალახზე წამოწოლილიყავი და შენ მეგობრებთან ერთად გესაუბრა, რაზეც გინდოდა, ან გინდა ლუდი დაგელი, ან უბრალოდ წიგნი წაგეკითხა. აქ ამის შესაძლებლობა არ არის, იძულებული ვართ მოვხვდეთ რაც შაკეტილ წრეში და ის კაფეც თუ ღია არის, ამბობ რომ რა კარგია და ეხლა თუ მივდივართ ხოლმე, არის ეგეთი ადგილი მულენ ელექტრიკი და იქ მივდივართ, სადაც ღია ცის ქვეშ გვიწევს ხოლმე, მაგრამ ისიც რაღაცა ძალიან შეზღუდულ სივრცეში და ვისურვებდი რომ ეს მეტი მწვანე ადგილი იყო, სადაც ყველანაირი საზღვრების გარეშე და ნორმების გარეშე ესე ძალიან ადვილად გავერთობოდით. რა ვიცი, მე მგონია რომ ყველაზე კარგი არის მაინც თბილისის ქუჩებში ესე ბოდიალი. ამის წინ მყავდა ერთი ნაცნობი ჩემი კოლეგა, რეჟისორი ჩამოსული და მითხარა თბილისი ძალიან კარგად იცის და ყველაფერი ნანახი მაქვსო და უბრალოდ შევხვდი და მე აღმოჩნდა რომ წავიყვანე აღმაშენებლის ზემოთ, პატარა ქუჩები მოვატარე, აღმაშენებლის გამზირის ზედა ქუჩები, ვარანცოვის მოედნისკენ და ასე შემდეგ და ეს მისთვის იყო აღმოჩენა, იქ ისეთი სახლები ვაჩვენე, იმიტომ რომ ამ ქალაქის იგივე ჩვენ იტალიური ეზო რა იყო არ იცოდა. სამწუხაროდ ეს ადგილები ნელ-ნელა ძალიან ისეთი თანამედროვე ხდება, მაგრამ ამ წუთას თუ გინდა ნამდვილად თბილისი შეიგრძნო, მანდ უნდა წახვიდე, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული არის ეგ განწყობა. ჩემმა მეგობარმა კატя სამსონაძე მაჩუკას აყურა და ეს ნივთი ამოჩენებული მაქვს. ეხაც მიკეთია. პროფესიული რჩევა ჩემთვის ახლა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, იმიტომ რომ ჯერ არა ვარ ახლა ისეთი რომ ვიღაცებს ძალიან ბევრი რჩევები მიცე, მაგრამ ჩემთვის რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველთვის უნდა იყო გულწრფელი
რასაც აკეთებ და მაქსიმალურად დაიხარჯო, რასაც აკეთებ და არანაირი წინააღმდეგობა, შენთვის ბარიერი და წინააღმდეგობა არ უნდა არსებობდეს, ბოლომდე უნდა დაიხარჯო იმ საქმეში, რასაც აკეთებ. ყოველთვის ის აკეთეთ, რაც გსიამოვნებთ და ბედნიერებას განიჭებთ.